დღეს იტალიის დედაქალაქში ვილაბორგეზის პარკში შოთა რუსთაველის ქანდაკება დაიდგა. როდენის მოსავლის ცნობილი ქართველი მოქანდაკის იაკობ ნიკოლაძის ქანდაკების დადგმას რომის მერი და საქართველოს კულტურის მინისტრი ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე სასულე ორკესტრმა საქართველოსა და იტალიის ჰიმნები შეასრულა. ცნობილია, რომ შოთა რუსთაველის ქანდაკება უკანასკნელია, რომელიც ვილაბორგეზის პარკში დაიდგა. ამ პარკში, რომელიც 80 ჰექტარზეა გადაჭიმული, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ადამიანის ქანდაკებებია. უმბერტო კროპის განცხადებით, მალე რომში ორ ქუჩას საქართველოსა და თბილისის სახელით ეწოდება. ეს ყველაფერი კი იტალიაში ჩასული ტურისტებისათვის გზის მკვლევებში აისახება. ჩემთვის პირადად კი რა არის ეს შოთა რუსთაველი ვილაბორგეზეში? ეს არის მსოფლიოს მთაწმინდა. ეს არის მსოფლიოს მთაწმინდა, სადაც ყველაზე ნათელი გონებები, ყველაზე დაფასებული, ყველაზე დიდი შემოქმედი ადამიანები არიან წარმოდგენილი. აქ არის ჰომეროსი, აქ არის ოვიდიუსი, აქ არის გოეთე და დღეიდან აქ არის შოთა რუსთაველი. არ იყო ადვილი, მაგრამ რა ვიცი, საერთო ძალისხმევით იქ თბილისში რომის მიმართ პატივისცემის გამოხატვით ქუჩის ვარციხის ქუჩას დაერქვა. იქ გარკვეული წერილებით, შეხვედრებით, მოხერხდა ბოლოს ეს 10 წლის განმავლობაში უარნათქვამი ამბავი გამონაკლისის სახით გაეკეთებინათ რომში, იმიტომ რომ ამის მერე ბორგეზეში უკვე თვითონ გაიგონეთ, რომ არაფერი აღარ დაიდგმება.